გავაკეთოთ ის, რასაც მზია გვეუბნება საპყრობილედან, რომ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის და ეს არის ის სიტყვები, რომელიც რეალურად მან მოგცა თვითონ სამოქმედო პროგრამა და ასევე რაღაც სამოქმედო პროგრამა იყო, როდესაც ის სასამართლოში მოვიდა მარიარესა სახელმძღვანელოთი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორად და შესაბამისად, ანუ რეალურად ჩვენი, ესე ვთქვათ, ქმედებები უნდა იყოს ამაზე დაფუძნებული. ანუ ჯანმრთელობაზე ბევრი ითქვა, უბრალოდ მე ჩემი გონება სხვაგან არსად არ მიდის ბოლო დღეები განსაკუთრებით, რომ წარმომიდგენია რა შეიძლება მოხდეს. სხვაზე ვერაფერზე კონცენტრირებას ვეღარ ვახერხებ და ასე არიან ჩემი კოლეგებიც, რომლებიც სრულად არიან ჩართული იმაში, რომ რაღაცნაირად გამოვტაცოთ ტყვე მზია ამაღლობელი ამ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს ადამიანი რეალურად სრულიად უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც არ ჩაუდენია არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული, გამოკეტილი ყავს რეჟიმს საპყრობილეში უკანონოდ, აბსოლუტურად უკანონოდ დააკავეს პირველადაც აბსოლუტურად უკანონო ბრალი აქვს წარდგენილი, ეს უდანაშაულო ტყვე, რომელიც გამოკეტილი არის საპყრობილეში, ამ უსამართლობას, აი უკიდეგანო ამის იქეთ უსამართლობა რო აღარ შეიძლება, აპროტესტებს 18 დღეა უკვე ადამიანი პროტესტის უკიდურესი ფორმით შიმშილობს ის ადამიანი, ანუ მე არ ვიცი რა, ანუ გასაგებია რომ ქართულ ოცნებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აღელვებს საერთოდ ადამიანი. არანაირი ადამიანი არ აღელვებს, აქ ლაპარაკი არ არის მზიაზე და ამ შემდეგ რო არ აღელვებს ეს აი ამ წუთებში არის